სალამი ყველას. ძველი ვლოგები დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ბევრს ქონდა მონატრებული რა. და დღეს მაგალითად აი ესე დილით გავიღვიძე. არ მაქვს ვარჯიში, პრინციპში დავისვენე. არც მოსწავლეები არ მყავს და გადავწყვიტე წავიდე ბაზალეთის ტბაზე. ეხლა თავალ რომ პეტროლზე ვასხავ ხოლმე საწვავს. მე ხა ისეთი გრაფიკი მაქვს რა, ისე ახლოს მაქვს სამსახური დარბაზთან, რომ 50 ლარის საწვავი ყოფნის დაახლოებით 8 დღე. თან თვითონ მანქანაც ეკონომიურია და საწვავში მოკლედ ესეთი თანხა არ მიდის რა. გამომორჩს 50-ის პრემიუმი. ავტობანზე ვარ. წესით მალე ვიქნები რა. მოძრაობა რა თქმა უნდა ცოტაა, იმიტომ რომ რა ვიცი, ხუთშაბათს ხალხი დიდად არ გადის ქალაქიდან. აი ხალხო მოვედით, მაგრამ ხა ვცდილობ მაქსიმალურად ახლოს მივიდე მანქანით რა, იმიტომ რომ სამანქანო გზა დიდად არ არის. თორე ესეთი ადგილებია, რომ მანქანით დავალი მანქანაა ეგ არის რა პროსტო და ფიზიკურად ვერ ჩავალ და ზოგადად გზატკეცილიდან რო გადმოუხვიე, ერთი მანქანაც არ შემხვედრია, ზოგადად მანქანებს არ მოძრაობენ რა და. აი ესეთი გზა არის, აი აქ არის ტბა. ნახოთ ჩავალ. მაქსიმალურად ახლოს მინდა ტბასთან მისულიყავი. მიხედავთ იმისა, როგორი ადგილი იქნებოდა რა. თორე როგორც თქვი, სასტუმროს ხარიც არის იქით, მაგრამ რავი იქ მისვლას აზრი აქვს. ესეც ეს. კარგი, რატომ მოვედი აქ? პირველ რიგში მოვედი, იმიტომ რომ დღეს მაგალითად გავიღვიძე დილით და არ მქონდა სამუშაო დღე, ვისვენები და რა გავაკეთო. ფიქრობ რა გავაკეთო და მოდი სადმე წავალ და დაველაპარაკები ხალხს. თქვენ დაგელაპარაკებოდით რა, თქვენთან მინდოდა საუბარი. ჩემი ვლოგები, ესე ვთქვათ, არც ხშირად იდება ამ ბოლო დროს. ანუ ვდებდით რა თქმა უნდა ვიდეოებს, ხარისხიან ვიდეოებს, მაგრამ მსგავსი ვლოგები, კარგად იცით, ვინც უყურებთ ჩემ YouTube არხს და ალბათ ზოგი აღარც უყურებთ. ესე ვთქვათ, აღარ იდებოდა მსგავსი ვლოგები. ვისაუბროთ თქვენთან. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი საუბარი თქვენთან ახლა. იმიტომ რომ არ მაქვს არანაირი ისეთი განცდა, რომ უბრალოდ კამერა მიდევს და კამერას ველაპარაკები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა აქ ხართ და საუბრობთ. უბრალოდ ეხა ამ წამს ყოველ შემთხვევაში პასუხებს ვერ ვიღებ. აქვე უცბად რავი, რაც შეეხება ჩემპიონატზე მომზადებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეკითხებოდა, აღარ მომზადები ჩემპიონატისთვის. წელიწად ნახევარია უკვე და მიზეზი იყო რა, პირველ რიგში იყო მიზეზი რა. ძალიან უცბად შეჯიბრის შემდეგ გავაცნობიერე ბევრი რაღაც რა. ჩემპიონატი რო დამთავრდა, თქვენიც ძალიან დიდი ხნის მომზადება მქონდა. სერიოზული ტრავმა მქონდა, ხარზე მქონდა, ესე ვთქვათ, შეშუპება, რამის მოკლედ საოპერაციო გამიხდა მხარი და საჩემპიონატო ფორმა საერთოდ გამიფუჭდა. მთელი 8 თვის თუ 9 თვის ნაშრომი, ნაშიმშილარი და ნაუფლარი, ესე ვთქვათ, ძალიან გამიფუჭდა. თუმცა მაინც გამოვედი ჩემპიონატზე. არ დასრულდა კარგად. 25 კაციდან გავედი, მგონი, არა, თუ 22 კაციდან გავედი, მგონი მე-11 ადგილზე. და არც მომწონს ჩემი ფორმა, ძალიან ცუდი ფორმა იყო. ჩამოვედი ჩემპიონატიდან ყველაფრის გარეშე, არანაირი ფინანსები, ვალები, მთელი შრომა წყალში ჩაყრილი და ჩემ თავს ბევრი კითხვას უსვავდი. რა იქნება შემდეგ? მე არასდროს არ მჩვევია დანებება და არც ეგეთი ადამიანი რომ დავნებდი, უბრალოდ აქ სხვა რაღაცებია. პირველ რიგში ვისწავლე ფულთან ურთიერთობა, ესე ვთქვათ. გამომუშავება ძალიან კარგია და უნდა იცოდე, მაგრამ გამომუშავების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფულთან ურთიერთობა, როგორ დახარჯავ და რაში გამოიყენებ. ამიტომ ვზივარ ახლა ამ მანქანაზე, უცბად გითხრათ, რომ ამ წელიწად ნახევარში ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე, რაღაც მანქანა შევიძინე, მართვის მოწყობა ავიღე, სხვა ფინანსური პრობლემები მოვაგვარე და ძალიან ბევრი რაღაც გამოჩნდა რა. ვისწავლე, ესე ვთქვათ, საკუთარი ნაშრომის დაფასება. იმას არ ვიძახი ახლა რომ რადგან ჩემპიონატზე ვემზადებოდი და იქ ხარჯავდი ფულს, ეს დაფასება არ იყო. თუმცა მივხვდი რომ მაგის გარდაც არის რაღაცეები ცხოვრებაში, რაც ძალიან ადამიანმა უნდა გააკეთო რა. იმიტომ რომ ჩემი თავი 20 წლის მახსოვს, როგორც აი ერთი კვირის წინანდელი ამბავი აიგრე რა და აპრილში უკვე 27-ის ხვდები.
ძალიან სწრაფად გადის დრო და ერთ-ერთი რაც მრჩება ეს არის მოგონებები. და ძალიან მიხარია რომ ძალიან კარგი მოგონებები მაქვს, ესე ვთქვათ, სპორტულ კარიერაში, ვინც იცით, რას გულისხმობ, ვინც არ იცით, გეტყვით რომ ერთ-ერთი ესე ვთქვათ ტიტულოვანი ბოდიბილდერი ვარ საქართველოში. ყველაზე ესე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტიტულები მაქვს ასევე მოგებული, რომ საქართველოში ალბათ რამოდენთ ისეთ ჩამოსათვლელები არიან ესეთი ადამიანები რა, 3 ან 4 ადამიანი მაქსიმუმ. ამიტომ გადავწყვიტე და ესეთი არჩევანი გავაკეთე, რომ იყოს ესეთი პაუზა, მხელა პაუზა, მაგრამ მოდი გავაკეთოთ სხვა რაღაცეები ცხოვრებაში. გამოსვლასაც შეეხება მომემზადები აუცილებლად, თუმცა არც ჯანმრთელობა, ფინანსებსაც თავი დაანებოთ ძალიან არაჯანსაღი სპორტია ბოდიბილდინგი და ზოგადად დიდი სპორტი ყველა ნებისმიერი არის ძალიან არაჯანსაღი, სადაც უდიდესი კონკურენცია. და ამას ძალიან მარტივად და ესე ღიად ვიტყვი, რატომაც არა. იმიტომ რომ თუ ვინმე გადაწყვიტავს დიდ სპორტში მოხვედრას, უნდა იცოდეს რაზე უნდა იყოს წამსვლელი და რისი დათმობა უწევს რა. ამიტომ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ დღესდღეობით ეგრე ვარ, მუშაობ. ეხლა მუშაობთ კიდევ აპლიკაციის შექმნაზე, სადაც ჩემი საორჩო პროგრამები იქნება, სადაც იქნება მუდმივი განახლებები. თითქოს ესე ვთქვათ, მე გავარჯიშებთ რა, ნებისმიერი ადგილიდან სადაც არ უნდა იყოთ. აპლიკაცია რა, თვითონ Telegram-ში იქნება ჯგუფი, სადაც იქნება სულ განახლებები რა, ცოტა სხვანაირი ჯგუფი იქნება, უბრალოდ გაკეთებული ჯგუფი არა, აპლიკაციის მაგვარი რაღაც იქნება რა. სანამ ესე ვთქვათ, ჩემ აპლიკაციაში შევქმნი იქამდე და ისეთ აპლიკაციას უკვე ჩამოტვირთ და შეგეძლოთ, იქამდე მარტისთვის ესეთ რაღაცას გეგმავ. და ძალიან მიხარია, რომ ესე ვთქვათ, ხალხს ვეხმარები. ჩემ Instagram-ზე იყო ესეთი Reels-ი დავდე. წვიმაში ვზივარ, წვიმს რა და შორტი და მაისური ბაცვია და ვზივარ ესე და წვიმა მოდის და ესე თავჩახრილი მაქვს და ზევით რაღაცა გადაობა დავაწერე რა. როცა მოსწავლეს გადახდა უწევდა მეთქი და გითხრა რომ სიცხე აქვსო თუ სიცხე აქვს თქო თუ რაღაცა და ზოგმა რაღაცნაირად ისე გაიგო ისა ჩვეულებრივი გადაობა და ხუმრობა და ზოგმა ისე გაიგო რომ აი ფულის გამო რა გიკვირთ ყველაფერი ხდება იმის გამო რომ თანხა გამოიმუშავა ადამიანმა შენიშვნობა დაფასდეს. ეს იგივეა რომ რა ვიცი მაღაზიაში შეხვიდე და პურია გააქვთ უფასო, სამე ლუტესიაში შეხვიდე და სუნამო გააქვთ უფასოდ, ან ნებისმიერ ტანსაცმლის მაღაზიაში და ტანსაცმელი ხო არ გაქვთ უფასოდ. ეს ყველაფერი რო არ არსებობდეს და პროდუქტი არ იყიდებოდეს, კაცობრიობა არ იარსებებდა. ესადი გაცვლითი მომენტი. მე ვშრომობ რაღაცისთვის, ყიდულობ რაღაცას, სადაც ვიღაცა მიშრომა და იმ რაღაცას მემაძლევს ჩემ, ანუ შრომას ვცვით შრომაში ესე ვთქვათ და აქ რა არის გასაკვირი ვერ ხვდები. აქ უბრალოდ არის ესეთი ამბავი რა. ყველა თანხისთვის მუშაობს, უბრალოდ ყველა უნდა აკეთოს საქმე მაღალ დონეზე. ხალხის პრობლემა უმეტესწილად მწვრთნელების განსაკუთრებით ხა აქ უფრო ვიცი რა ხდება ვიდრე სხვაგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვაგანაც ეგრე იქნება. მოდი მწვრთნელებზე ვიტყვი, რადგან ამ სფეროში ვარ და შორს რა წავიდე ახლოს ვიტყვი რა. საქართველოში ნახევარი მწვრთნელების მინუსი არის ის, რომ ყველაფერს აკეთებენ უხარისხოდ და პირველ რიგში ფიქრობენ, რამდენ თანხას აიღებენ. მესმის, ამაზე უნდა იფიქრო, მაგრამ მწვრთნელს რო აიყვან, მობილურშია ჩამძრალი მთელი ვარჯიში, საერთოდ ყურადღებას არ გაქცევს, ვიღაცეებს ელაპარაკება, ან შენ 4 საათზე რო ხარ ვარჯიშზე დაბარებული, მოდი ხარ 4 საათზე ის საერთოდ არსად არ ჩავს, ან გეუბნება რომ აი დაიწყე რა, ბილიკზე დადექი ნახევარი საათი და მე შემდეგ ნახევარ საათს მხოლოდ გავარჯიშებს. მე ვიცი დარბაზები, ადამიანები გადმოსულან ჩემთან დარბაზებიდან და ისეთი რაღაცეები უთქვამთ, რომ 1 საათის მანძილზე 2 ვარჯიშს ვაკეთებდით რა და ანუ მეთქი რანაირად, ანუ დანარჩენი სად 1 საათის მანძილზე ვარჯიშს როგორ აკეთებდით. რავი, დანარჩენიო ბილიკზე დამაყენებდა ნახევარი საათიო, მე 20 წუთი მოვარჩევდაო და მე კიდე დანარჩენი ისევ ბილიკზეო. ანუ ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა და ძალიან მიხარია რომ ბევრი, ესე ვთქვათ, გონზე მოსული ადამიანი მინიმუმ ლოგიკურად მაინც ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერ არის. და ძალიან ბევრი ადამიანი ამიტომ სხვა დარბაზებიდან გადმოდიან ჩემთან. და რა ვიცი ხა, რამდენი მოსწავლე მყავს, თითქმის ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ 70-75% ჩემი მოსწავლეების ვარჯიშობენ უკვე ჩემთან 2 წელიწადია. იმიტომ კი არა რომ მარტო არ შეუძლებთ ვარჯიში. იმიტომ რომ ხედავენ ხარისხს, ხედავენ ჩემს დამოკიდებულებას, ჩვენ მეგობრობთ, ზმაკაცობთ და საქმეს არ ვაფუჭებთ. აი ამას ხედავენ და აქედან გამომდინარე უნდათ ჩემთან ყოფნა. ნუ ის დანარჩენი ესე ვთქვათ 25% რატომაც წავიდა, ეხლა ყველას თავისი მიზეზი აქვს, ზოგს თანხები აღარ აქვს, ზოგის საზღვარგარეთ წავიდა, ზოგს რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი იმას, რომ თუ ხალხის დახმარებას დაიწყებ პირველ რიგში
მაშინ მოგივა ფინანსები და მაშინ იქნები შენს დაფასებული. ის კი არა რომ ბევრი ფული აიღო. ხალხს მაქსიმალურად როგორ დაახმარო. აი მაგათად მე რო სავარჯიშო პროგრამებს ვაკეთებ, ფიქრობ ამ სავარჯიშო პროგრამებზე, ფიქრობ ხსნი მაქსიმალურად როგორ შემიძლია ყველანაირი გასაგები ენაზე რომ ზუსტად მივაწოდო იმ ადამიანს ის ინფორმაცია რაც სჭირდება, იმიტომ რომ ამაში ხო თანხას იხდის. ეს თანხა საიდანაა გამომუშავებული თავისი შრომით. მე უბრალოდ ჩემ შრომას მის შრომაში ვუცვლი და სულ ეს არის. ნუ ეს იმიტომ მოვყევი ახლა რომ რაღაცა რა დაუბერი ახლა ბოლო რილსიც მიდოს Instagram-ზე. ის რა ქვია? აუ გიო, სადა ხარდო? ეგეთი ის არის რა ქვია, ტრენდი არის და ესე ვთქვათ, ფილმიდან რა. მესხი სადაც თამაშობს, მესხი იძახის, ვა გიო, სადა ხარდო? ხო და მიშა მესხიზე უგულისხმობ. ხო და მან დავაწერე რომ როცა მოსწავლეს გადახდა უწევს და გამოვდივარ ესე და გიო, სადა ხარდო? და რაღაც გადაობაა და ზოგი ხალხი ისე იღებს ამას რომ აუ შენ ფულის გამო მუშაობ და გეგონება ისინი გასართობად მუშაობენ. ნუ კაი ხა ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა უბრალოდ რა ვიცი ხა აქვე გითხარით ყველას რა ტეხავს პროსტა ეხა რა პონტია გულთან ესე ახლოს მიიტანო ესეთი რაღაცა რა სხვა დანარჩენი რა ვიცი ხა ძალიან კარგად გგზნობ თავს ამ წელიწადნახევარში რა ვიცი ბევრი რაღაც გავაკეთე რა რადგან ჩემპიონატებზე არ ამზადები იმიტომ რომ თანხები არ მეხარჯება რა სულ ვალებით ვემზადებოდი ან წარმოვიდგინეთ ფულს ვაგროვებ ერთი წელი იმისთვის რომ მე 4 თვეში დავხარჯო და ისიც კიდე ბოდიბილდინგში ეგრეა და ალბათ ყველა სპორტში რომ რამდენიც არ უნდა შეაგროვო არასდროს საკმარისი არ არის არასდროს არ გეყოფა აი გამოვიცხი აი რა მაქვს დასამალი ანატომი დამალო ბოლო მომზადებაში 8 თვის მანძილზე დაახლოებით 35 და 40000 ლარამდე გამოვიდოდა რა თვითონ ხარჯი ამოვიღე 0 ლარი თუმცა მოგონებები და გამოცდილებები ხა მაინც ხა მოდურვით არ მოიქცევი და არ ვიტყვი რომ აი ვაიმე რატო გამოვედი თუმცა ეგ არის რა ანუ სხვა რაღაცეები არის ძალიან კარგი რაღაცეები ცხოვრებაში რაც მინდა რომ ამის შემდეგ ვაკეთო ჩემპიონატზე მომზადებასაც შეხება აუცილებლად მომეზადები იმიტომ რომ რა ვიცი ხა 27 წლის ხდები ჯერ ახლა და რა ვიცი ხა 27 წლის ასაკში კარიერა დაასრულო მგონი დებილობაა რა და ამიტომ ჩემპიონატზე მომზადებაც აუცილებლად იქნება და ვლოგებიც თაზოს ვლოგებიც აუცილებლად დასრულდება რა დებილობას ვიძახი დასრულდება კი არა დაიწყება პირიქით დასრულდა მაგრამ დაიწყო უკვე აი ჩარჩენილი მაქვს რომ დასრულდა და მაგიტო ვიძახი დასრულდება თქო იმიტომ რომ ესეთი ვლოგები აღარ მქონია ჩემს არხზე და რავი დიდი მადლობა მინდა ყველას უთხრა ვინც მიყურებს იმიტომ რომ რავი ძალიან მიხარია რატო არა უკავშირი ძალიან მიხარია რა რაღაცას ვიღებ და ხალხი ნახულობს რატომაც არა ძალიან მომწონს ეს ყველაფერი და ამიტომაც ვაკეთებ სამახსოვრთაც გრჩება და თან ხალხსაც რაღაცნაირად შენს რაღაცებს ანახებ რა სხვა დანარჩენი რა ვიცი ხა დღესდღეობით კვებასაც შეხება ვარჯიშო რა თქმა უნდა ჩოლობიათ კვებას ვიცავ ბოლო პერიოდში ბოლო 4-5 თვე ძალიან გავზარმაცდი და ძირითადად სულ ვიძახებდი საკვებს და ძალიან ბევრს ხარჯავდი დღეში შეიძლება 100 ლარი დამეხარჯა გამოძახებებში საკვების გამოძახებებში და ეხლა უბრალოდ პროდუქტებს ვყიდულობ მაღაზიაში და ჩემი თვამზადებ აი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ეხლა რა არის კვირაში 5 კილო საქონლის ფარში ყოფნის ვიღებ 5 კილო საქონლის ფარშს თითო კილოგრამ ფარშზე ვამატებ ერთ კვერცხს იქ წავიდა მე სუნელები ხახვინი 2 მწვანილი პაპრიკა და ასე შემდეგ ვაკეთებ კატელეტებს ყინა და დაახლოებით 5-6 დღის მანძილზე ყოფნის ნუ ამის გარდა რა თქმა უნდა ხა ქათვის ხორციც მაქვს ხანდახან კვერცხი და ნახშირწყლები რა საკმაოდ დიაფი გამოდის ბევრად დიაფი ვიდრე ესე ვთქვათ გამოძახებები იყო რა ამიტომ ეგ არის ზუსტად ფულთან ურთიერთობა რა აი არ უნდა დაგეზაროს აი სიცოცხლე არ უნდა დაგეზაროს რა ესე ვთქვათ რა აი წამოწოლი რო ხარ და ყვდები რავი აი ძალიან ცუდია რა თორე გასართობი ხა მეც მაქვს Call of Duty თამაშობ მობაილის ხოლმე თავისუფალ დროს და თუმცა აი დღეს თავისუფალ დროს ძალიან კარგი ვქენდი რომ აი ეგ წამოვედი წამოვწეხი და ვითამაშე ხო შემეძლო მაგრამ წამოვედი აქ და გელაპარაკებით თქვენ თუ მართლა მგონია რომ ეხლა ყველა აქ ხართ და გელაპარაკებით სხვა დანარჩენი რავი გირჩევდით რომ რაც არ გჭირდება ზედმეტ ცხოვრებაში არაფერი არ გააკეთოთ რა არანაირი ფარმაკოლოგია არაფერი თუ კონკურენცია არ გაგაჩნია ივარჯი შენ და ისედაც იქნები ძალიან კარგ ფორმაში ესეთი ადგილები თუ უნდა მიცით სადმე თუნდაც რა ვიცი ეს ძალიან ახლოს არ იყოს მაგრამ აი ესეთი წყნარი და რაღაცნაირად ცოტასთან ეხა ეს ის განსაკუთრებული არაფერი ძალიან სპონტანურად წამოვედი უცბად თქვი მეთქი მოდი წავიდეთ თუ უნდა მიცით დამიწერეთ და იქაც მივალ დავждები რატომაც არა ვიფიქრებ გონებას გავტვირთვავ და ლოგებსაც გადავიღებ თუნდაც სადმე წავალ კითხვებზე პასუხს გადავიღებ სადმე ესეთ ადგილზე ჩემს Instagram-ზე გამოვაქვეყნებ კითხვას და შეგიძლიათ იქ კითხვები დასვათ და განვავრცობ თქვენს კითხვებს გაგცემთ ვრცელ პასუხებს
რატომაც არა. აი უკვე მზეც ჩადის, ძალიან კაია. ნუ ისეთი ხედი არ არის ახლა მზეც ჩასვლის, მაგრამ ახლა კვება მიწევს მაგალითად საქონლის ფარში მაქვს კატლეტი და ეს რა ქვია. ძალიან ცივა რა. მზე ჩადის დენელა, ცუგები ყეფავენ, გაგიჟებულები არიან. და ესე ვთქვათ, საკმაოდ სიცივი არის. მაგრადაცივდა ახლა ჩავიცვენ ცოტას, ერთი კვება მიწევს. ერთი კვება აქ ყოველ შემთხვევაში. მე ცოტა ხანი კიდე გავჩერდები. ვიფიქრებ, ვიაზროვნებ, დავისვენებ ცოტას და წავალ სახლში ხვალე. უკვე სამუშაო დღეა. და ესე ვთქვათ, ისევ ხალხის სამსახურში მოსწავლეები მეგულდებიან და უნდა ვიგორჯიშოთ. ესეც ჩემი კვება. დღეს ბევრი კვება ვერ მოასწარი. ფიზიკურად. მაგრამ ისე 4 კვება მაქვს ხოლმე რა. დღეში ეს არის კატლეტი. ჩანგალის მომფორმის საქსები. და ეს არის მოკლედ მეორე კვება. მაგარი სიცივი არის მართლა რა. როცხარია, მაგრამ სულა. მოდი. 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 მოდი, აჰა. მოდი მოხსე. ვის გერდება და მოდი. მოდი კაი დავი. უფრო კომფორტულად რო ჩამა. საკაიფო კოტლეტი არის. საქონლის ფარშია. სულ ცხარია, იმიტომ თვითონ ეს არის ცხარე, მაგრამ რა ვშ. კაი, კოტლეტიც კი. გინაა მაკარონიც? ჩემს თელ კონტეინერს ვაძლევ ცუგოს. კარგად ცუგო, მიყვარხარ. კარგად. სულ ეს იყო ჩვენი პატარა გასეირნება. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ ვიდეო და მეცოდინება რომ მსგავსი აუცილებლად ხშირად უნდა გადავიღო რა. დიდი მადლობა, ვინც უყურეთ ბოლომდე ვიდეოს. ცუგო ძალიან მომენატრება. დენდელა დავაშვები ახლა სახლისკენ. კვება არ გამომივიდა, ცუგოსი იყო ეს კვება, ცუგო იმსახურებდა მას. მივალ, კვება მექნება. ცოტას დავისვენებ. შეიძლება სავარაუდოდ პროგრამაზე ვიმუშავებ ცოტას. და შემდეგი ვიდეო დიდ ალბათობით კითხვებზე პასუხი იქნება. ყველაზე გულახდილი კითხვებზე პასუხი და ჩემს Instagram გვერდზე დაელოდეთ, კითხვას დავდებ აუცილებლად და დასვით კითხვები, ვისთვისაც რა იქნება საინტერესო.